გითხოვთ სამდივნოს, რომ ბატონი გიორგი ჩითარიშვილი შემოეცილოს დარბაზში, რომელიც იყო ერთ-ერთი ბევრ შორის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზიანებული და დაზარალებული 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის დროს სააკაშვილის რეჟიმის მიერ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის კუთვნილი ადგილი. გაფრთხილების ტექსტით დავიწყოთ თქვენი ნებართვით. გაფრთხილების ტექსტ თქვენ ალბათ სამდივნოსთან ერთად უკვე გაეცანით. მასში წერია, რომ განზრახს რო ახსნა განმარტების მოცემა კომისიისთვის, კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება იჯება სისხლის სამართლებრივი წესით. ეს დოკუმენტი გაქვთ ალბათ თან ხომ, შეგიძლიათ ხელი მოეწეროთ. ვეძებ ამ დოკუმენტს. გაფრთხილების დოკუმენტი, სად არის გაფრთხილების დოკუმენტი? ალბათ დაგრჩათ მოსაცდელ ოთახში. შემოგაწოდებენ ახლავე. ამასობაში ჩვენ ტელეარხ მაესტროს ვუხდით მადლობას ჩვენი კომისიის ხდომების განუხრელად პირდაპირ ტრანსლაციით გადაცემისთვის, ასევე საზმაო წყებლის საპარლამენტო არხს, მის თანამშრომლებს, რომლებიც პირდაპირ გადაცემენ ჩვენს ხდომებს და ჩვენი ხდომები გადაიცემა ასევე ციფრულ პლატფორმებზე. გაფრთხილების ტექსტიც ამასობაში დაგვეწია. მადლობა ხელმოწერისთვის. თქვენს ზურგს უკან ეკრანზე ტრიალებს ის ფოტოები, რომლებიც თქვენ მოგვაწოდეთ. იმ დღის მასალები, აუდიოვიზუალური მასალები არ არის ბევრი შემორჩენილი და ამიტომ მინდა მადლობა გითხრათ კომისიის სახელით, რომ ეს მასალა მოგვაწოდეთ და ეს ფოტოები იტრიალებს თქვენი გამოკითხვის დროს ეკრანზე. ბატონო გიორგი, მოდით 2009 წლის 15 ივნისის აქციის შესახებ გვიამბეთ. ასევე არ გამოგრჩეთ გითხრათ, რომ იმ მძიმე დაზიანებების შემდეგ დღეს როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს რაღაც მომენტში ასევე გითხრათ და შემდეგ კითხვებს დავსვამთ და რა თქმა უნდა კითხვა-პასუხის რეჟიმში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ სხვა ინფორმაციაც მოგვაწოდოთ სხვა პერიოდებზე, იმიტომ რომ თქვენ არაერთი წლის განმავლობაში ხმალა მოღებული ებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის. რამდენი წლის ბრძანდებოდით 2009 წელს? 2009 წელს ვიქნებოდი დაახლოებით 19-20 წლის. 19-20 წლის ახალგაზრდა იყავით, როდესაც ამ აქციაზე მიბრძანით. გთხოვთ გვიამბოთ ამის შესახებ. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმები კომისიის წევრებს, მაყურებლებს, საზოგადოებას, ვინც თვალყურს გვადევნებს და უპირველეს ყოვლისა აუცილებლად მსურს რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს აი ამ ინიციატივისთვის, რომელი ინიციატივითაც მე ახლა თქვენს წინაშე ვარ წარდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო და ძალიან მნიშვნელოვანია იმ პერიოდში არსებული რეჟიმის დანაშაულებების შესახებ საზოგადოებისთვის პირველ რიგში ალბათ ინფორმაციის მიწოდება და შემდეგ აი ამ დამნაშავე ძალის გასამართლება. კითხვა იყო 15 ივნისთან დაკავშირებით, ხო? დავიწყოთ ამ 15 ივნისით დავიწყოთ, ხო? ჯერ პირველ რიგში ვინაიდან 15 ივნისზე მოგვახსენეთ და შემდეგ სხვა თემებზეც ვისაუბროთ. 15 ივნისი იყო ერთ-ერთი თქვენ სწორად აღნიშნეთ, მე თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. ხა 15 ივნისი თავისი სისასტიკით და უფრო სადამსჯელო ოპერაციას ვეძახდი მე 15 ივნისს. წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი იმ მხრივ, რომ არანაირი აბსოლუტურად კი იყო სხვა და უშუალოდ 26 მაისი იყო თავისი 7 ნოემბერი იყო, აი 15 ივნისი იყო რაოდენობრივად, ანუ დაუშვათ ერთ ადამიანზე, ერთ ახალგაზრდაზე ალბათ მოდიოდა საშუალოდ 7-8 კაცი, ხა მე ჩემი გადმოსახედიდან ვძახ, როდესაც რომლებიც დაუნდობლად გვირთყავდნენ.
მოტივაცია 15 ივნის სამმართველოს პოლიციის სამმართველოსთან მისვლის მოტივაცია შემდეგში იყო რომ ჩვენ ახალგაზრდები მაშინ უკვე საპროტესტო ტალღა მინელებული იყო იმ პერიოდისთვის ხდებოდა ასე ვთქვათ სახლებიდან დაკავებები ოღონდ ცოტა სხვანაირი ფორმით ჩვენ არ გვინდოდა ოჯახის წევრებთან ერთად იმ ფორმით აგვხედონ ახლა ზოგი ჩვენი მეგობარი ნაცემი იყო ზოგი ჩვენი მეგობარი ცოტა სხვანაირი ფორმით რას ნიშნავს? აი ხდებოდნენ, სცემდნენ ფიზიკურად, უსწორდებოდნენ დაკავების დროს ოჯახში. ოჯახებთან, სახლებთან. ეს ძალიან ბევრი შემთხვევა არის, ამაზე ჩვენმა მეგობრებმაც ისაუბრეს და მე შემიძლია კიდევ მე უკვე შემდგომში ვისაუბრო. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, აღარც გვიკვირდა ჩვენი პერიოდში, მსგავსი, ასე ვთქვათ, ქმედებები მათი მხრიდან. მოტივი იყო ის, რომ ჩვენ მივედით არ მალავთ ჩვენს სახელი და გვარებს, არ მალავთ ჩვენს ვინაობას, იმიტომ რომ ახლა როდესაც გიღებენ მოძრაობ რაღაც მაღაზიაში ხართ და უშუალოდ გადაადგილდები და უშუალოდ ნებისმიერ ადგილას ხდებოდა ჩვენი რაღაცა დევნა, რაღაც გრძნობდით, რომ მარტოები არ ვიყავით იმ მომენტში და გადავწყვიტეთ რომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ეს ასე ვთქვათ მოტივაცია მერაბჭიქაშვილმა ანუ გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით და იქ ასე ვთქვათ ჩვენი სახელი და გვარები ზურაქადაგიძე კითხულობდა დარბევის მომენტში როდესაც დაიწყო თავდასხმა სახელი და გვარებს აი როგორ გითხრათ ზემშვიდობიანი აქცია. მე ფაქტიურად ძალიან პატარა ვიყავი ხა ასაკით, როდესაც ჩავერთე აი ამ ჯერ სტუდენტურ მოძრაობებში. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩემი მოკრძალებული და უშუალოდ რაღაც წვლილი ვცდილობდი რომ შემეტანა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან მიუღებლები იყვნენ ჩემთვის. ამით რის თქმა მინდა იცით რომ არ მახსოვს აი იმიტომ კი არა რა ხა ზოგადად ფოთოლი ნამდვილად არ ჩამოვარდნილა ძალიან მშვიდობიანი აქციები იმართებოდა ასობით 1000 ადამიანი გამოდიოდა ჩვენ ბევრი ესეთი შემთხვევა გვახსოვს მაგრამ არაფერი არ მომხდარა ისეთი კანონსაწინააღმდეგო და განსაკუთრებით კიდე აღნიშნო რომ აი ნამდვილად 15 ივნისი იყო ესეთი ზემშვიდობიანი აქცია კადრებშიც ჩანს რაც შემორჩა კადრები ახლა ბევრი კადრი ასე ვთქვათ გაანადგურეს ადგილზევე მოხდა ჟურნალისტებზე ანგარიშწორება თავს დაგვესხნენ ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა თავს დაგვესხნენ მან ძალიან მნიშვნელოვანი მეც მინდა რომ გავამახვილო ხა არ მინდა ხომ ერთი და იგივე თემებს შევეხო მაგრამ ხა მაინც თითქმის კი სხვადასხვა ისტორია გქონდა ჩვენი მაგრამ ერთი და იგივე ის გადავიარეთ მაინც რანო მეც ძალიან ცუდად მენიშნა მიუხედავად იმისა რომ პატარა ვიყავი მაშინ მე ჩემ მეგობარს ვთქვი რომ კარი რატომ არის ღია ანუ მათ უნდათ სცენარი დაედგათ რომ ჩვენ ვითომ ვიჭრებოდით და მოგვიანებით სხვათა შორის ქალბატონმა ეკა ზღურაძემ რამოდენიმე 3 საათში თუ 4 საათში გააკეთა განცხადება რომ მსგავსი ასე ვთქვათ ზუსტად იდენტური ბრალდებით რომ ჩვენ ვითომ პიკეტირებას ვაწყობდით და ასე ვთქვათ ვცდილობდით პოლიციის შენობაში შეჭრას ანუ ძალიან ცუდად მენიშნა ეს ფაქტი და რამოდენიმე წუთში ფაქტიურად 10-15 წუთში მალევე ჩვენ იქ კადრებში ჩანს მანქანებიც მოძრაობს ახლოსაც არ მივსურვართ აი მართლა ძალიან მშვიდობიანი აქცია იყო დაიწყო დარბევას კიდევ ვერ უწოდებ რაღაც სადამსჯელო ოპერაცია შემდეგ ხა ეს მოვლენები როგორ განვითარდა რომ აი საშინელი სასტიკი თელი ოღონდ აი როგორ იცით აი ის არ იყო ისეთი შეგრძნება რომ მოდით და უშუალოდ ზოგი ახალგაზრდა არის ზოგი ზედმეტი პატარებით 15-16 წლის ბავშვები იყვნენ რომ აი ცოტა დავინდოთ რაღაც ვინმე არ შემოგვაკვდეს ანუ აი ამაზე შემდეგ უფრო მეც ვფიქრობდი რომ ხო შეიძლება რომ ვიღაცები შემოკვდომობდნენ ხო ანუ პოტენციურად შესაძლებელი იყო რომ ნებისმიერი ადამიანი იქ გარდაცვლილიყო
დაუნდობელი ცემა დაიწყეს და წერა როგორც თქვი ერთ ადამიანზე ალბათ ხა ჩემ შემთხვევაში და ზოგადად რაც მე დავინახე იქ ალბათ 7 ადამიანი იყო მინიმუმ მოდიოდა ერთ ადამიანზე გვირტყავდნენ რაღაც ხერკეტებიც იყო გამოყენებული და ახლა ჩვენ ახლა იმას ვეღარ ვარჩევით რას გვირტყავდნენ იმიტომ ტკივილი იმხელა იყო რა ეცვათ ამ ადამიანებს? ამ ადამიანებს ზოგი სამოქალაქო ფორმაში იყო, ზოგს ეცვა სამწუხაროდ პოლიციელის ფორმა, ზოგს კი ბატონი თენგიზით შეგეკითხებათ. ერთი მინდა დავაძუსტო ამ დღესთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვინც აქ იყო გამოკითხვაზე, მან თქვა, რომ ისინი იყენებდნენ არა მხოლოდ პოლიციის ხელკეთს, რომელიც პოლიციის კანონით არის გათვალისწინებული, არამედ სხვა საგნებსაც, როგორც არის ჯოხი, ჩაქუჩიც კი ახსენე. თქვენ ეს ყველაფერი და ჯაჭვი, ესენი თქვენი თვალით ისიც არის ახლა კონკრეტულად რკინის ნაჭრებს, თქვა, არმატურას რო ეძახიან და 1000 რაღაც. დიახ, იქ რა იყო, იცით, არმატურა წეგან მაგიტო თქვი, რომ ეს სხვადასხვა ნივთები ეჭირათ გარდა ხელკეთის. ახლა ჩაქუჩი კონკრეტულად ხა მე ანუ შეება ვერ დავინახე, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ხა როდესაც მოვყვები, უგონოთ ვიყავი, ასე ვთქვათ, ქართულად ვთქვათ, დერეფანი, როდესაც გაგვატარეს სიცხვილის დერეფანი, სიცხვილის და ასე ვთქვათ, ხელკეტების და ცოცხალ დერეფანზეა საუბარი. აბსოლუტურად სხვადასხვა ნივთები ეჭირათ ხელში. ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის. მესმის, დიახ, მნიშვნელოვანია. ანუ არა, ახლა პირდაპირ გეტყვით, ხა ჩაქუჩი მე პირადად არ დამინახავს, თუმცა როდესაც ჩვენ გამოვედით ერთმანეთი ვნახეთ, ვისაუბრეთ, ძალიან ბევრმა ახსენა, რომ იქ იყო ჩაქუჩი. თუმცა დანარჩენი ახლა თუნდაც არმატურა, მაგალითად მე დავინახე, რომ არმატურის ნატეხები იყო, ნაჭრები იყო გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ. დერეფანი გაგვიკეთეს, როდესაც ჯერ სასტიკად გვცემეს, არავის არ მისცეს აბსოლუტურად გაქცევის საშუალება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, იმიტომ რომ ზოგადად დარბევის არსი და მიზანი არის, როდესაც უნდა მისცე, ხო, რა არის დარბევის და უშუალოდ აზრი, რომ ეს არის დაშლის მიზანი. დარბევის მიზანი ზუსტად ის არის, რომ ჩაკეტონ და გირდყან. ბატონო. ანუ დიახ, დაშლის მიზანია დემოკრატიულ საზოგადოებაში თუ არსებობს ამის საფუძველი, აღარ არის აქცია მშვიდობიანი, პოლიციას უჩნდება უფლება რომ დაშალოს. დარბევის უფლება არც მაშინ არ აქვს, მაგრამ რასაც თქვენ გვიყვებით, ის მგონი დარბევა იყო. დიახ. მოკლედ გაგვიკეთეს დერეფანი და გაგვატარეს, მაგრამ იცით რა ესე აუცილებელი რაღაც მინდა თქვა დერეფნის, სანამ დერეფანს გამატარებდნენ. მე ხელზე მეკეთა, მაშინ ყველა ახალგაზრდას გვეკეთა, სანდრო გიგულიანის ხსოვნის საპატივსაცემლოდ, ლაიფ სანდროს, ასე ვთქვათ, სამაჯური რეზინის. დიახ, როდესაც ეგ დამინახეს, ამასთან დაკავშირებით ჩვენებებიც მაქვს მიცემული, ასევე სტრასბურგშიც არის ეს ფაქტი ნახსენები, რომ ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რომ ესო რა გიკეთიაო და როგორ აქ ცხენიათო, ნუ ეხა იქ კიდევ ასე ვთქვათ, რა ეპითეტებით გვამყოფდნენ კიდევ ბოდიში, დაჩიც აგურიამ თქვა, რომ და ჩვენ ნახეთ კიდეც, რომ ხელი უკანკალებს, რომელიც იყო დალეწილი. მასაც ეკეთა ეს სამაჯური? დაჩიც აგურიას დღესაც უკეთია ეგ სამაჯური, მაშინ მით უმეტეს ყოველთვის ეკეთა. ანუ ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი, ალბათ რომ მასაც ხელისმტევანი დაუზიანეს. შესაძლოა. უბრალოდ შეიძლება დაჩისთან მაგალითად ეს მიზანი არ თქვეს, მაგრამ ხა ჩემთან პირდაპირ თქვეს, რის გამო მცემდნენ და რის გამო მირთეს ხელში. რა გითხრეს კონკრეტულად? სირცხვილია რა გიკეთიათ ეს? რა გიკეთია ეს და ხელი გამოშალეო ხელიო და ვერქი არა თქვა და დამიჭირეს ხელი. სხვამ დამიჭირა ხელი და მირტყეს ხელში. რატომ გიკეთია სანდრო გირგულიანის ხერკეტი. ანუ ეს არის აი ამ მომენტში აი ისეთი
სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები და ისეთი ინერციით გვირთყავდნენ და იმდენი ადამიანი გვირთყავდა, აი ნამდვილად ეხლა წინიდან დაუშვათ სახეში ვინც მირთყავდა, იმას ხედავდი რომ აი რაღაცას მირთყავდა. უკნიდან კიდევ პარალელურად რას გვირთყავდნენ, აი საშინელი ესეთი დარბევა მე კიდევ ვიძახი, ბევრ დარბევა 7 ნოემბერსაც მოვყევი, რაღაც ანუ 26 მაისსაც ვიყავი. ესეთი ანუ კი იყო მცირე მასშტაბის რაოდენობრივად, მაგრამ ესეთი მასშტაბური ანუ თავისი სადამსჯელო ხარისხით ჯერჯერობით ჯერჯერობით ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ იმ პერიოდში რაც პირველად შეესწარით ასეთ სისასტიკეს. რა თქმა უნდა. მანამდეც ყოფილხართ თქვენ დაკავებული? დაკავებული მანამდე არ ყოფილი ვარ, უბრალოდ ძალიან ბევრჯერ მოვყოლილი ვარ დარბევაში, დიახ. მოკლედ თავარი კიდევ ერთ-ერთი ესეთი სირცხვილი რაც იყო აი ამ დარბევაში ეს იყო დერეფანი და ესე რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს. ეხლა ჩემთვის მაგალითად არ სრულდებოდა ძალიან აი რო გითხრათ თითოეული ადამიანი რა, ანუ ეს რაღაცა დაჩიცაგურია გაატარეთ, მიშა მესხი გაატარეთ. აი ამ დერეფნებში აი ესე სათითაოდ გაგვატარეს და აბსოლუტურად დაუნდობლად გვირთყავდა ყველა. აი მაგრამ მანდ იყო კიდევ მეორე ფაქტორი, რომ აი გვაფურთხებდნენ. ეხლა ეს შეფურთხების ფაქტორი კიდევ ცალკე. ბატონო გიორგი, დღევანდელ იმ ახალგაზრდებს, ვინც იმ ასაკშია, რა ასაკისას თქვენ მაშინ იყავით, ანუ 19-20 წლის არის. რო აუხსნათ, რას ნიშნავს დერეფანში გამატარეს? დერეფანი როგორ გამოიყურებოდა, რისგან შედგებოდა, რამ სიგრძე იყო და დერეფანში რო შეხვიდოდი, რას გიშვებოდნენ? ეს რომ მოგვიყვეთ დეტალურად. დიახ. დერეფანი შედგებოდა დარბევის, ასე ვთქვათ, ვინც მონაწილეობდა დარბევაში, იმ ადამიანებისგან, ანუ ცოცხალ დერეფანზეა საუბარი. აი ხა ჩვენ რა ადგილასაც ვზივართ, ანუ ეს მაგიდის სიგანე იყო ეს დერეფანი, საკმაოდ მჭიდრო დერეფანი იყო, ის არ იყო რაღაცა 3 მეტრში სხვამდგარი იყო და რაღაცა, საკმაოდ რაოდენობრივად ძალიან ბევრი. აქეთ იდგნენ ადამიანები. აბსოლუტურად ყველა გვაფურთხებდა, აბსოლუტურად ყველა გვირთყავდა. აი თქვათ რომ შევხვედი დერეფანში და არ გაგევლო და მდგარიყავი, რა მოხდებოდა? არა, არ არსებობდა ეგეთი რამე, იმიტომ რომ ისეთი ნაცემები ვიყავით. გირთყამდნენ პარალელურად? ნახეთ რა იყო, ისეთი ნაცემები ვიყავით, რომ მე პირადად მივყავდი, ანუ ორ ადამიანს მივყავდი ხელით და ყველა ამ დროს მე მირთყავდა, მოკლედ რა. კიბეებზე რამდენი მეტრი იქნებოდა დაახლოებით ეს დერეფანი? ისიც რა ეს ხა ჩემ მეგობრებს რო უსმენ რაღაც კიბეზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ კიბეს ქვემოდან დაწყებული იყო კიდევ რა, ანუ საკმაოდ მაღალი კიბე არის როგორც მახსოვს და დიახ, მაგრამ ანუ კიბემდე კიდევ იყო, ასე ვთქვათ, დაწყე ეზოში იყო დერეფანი, ხა მე მახსოვს. იქ ეზოში 30-40 კაცი იქნებოდა ხიდიდან კიბეებამდე არის დაახლოებით 50 მეტრი, ან 50 მეტრი ამის ხიდიდან იცით რა არის, ანუ მე ხა მახსოვს ზუსტად რომ აი კარებიდან ყველა ჭიშკრიდან, მაგრამ კარებს რას ეძახ? ჭიშკრიდან მინიმუმ ჭიშკრიდან კიბეებამდე. მაგედან მინიმუმ ხა მე ესე მახსოვს, იმიტომ რომ თუმცა ხა ისეთი ამბავი იყო რომ ისეთი ხო, თუმცა იმათ ისიც თქვენს ბატონო სოზარ რომ ეს დერეფანი ხან აირეოდა, იმიტომ რომ ვიღაცა ეცემოდა და პაუზა იყო, შემდეგ ამ ნაცემს გამოიყვანდნენ ამ ცოცხალი დერეფნიდან, სანამ ისევ დაეწყობოდნენ. შეიძლება სხვადასხვა პირი სხვადასხვა ეპიზოდ შეესწრო. კი ბატონო. ბატონო თენგის თქვენ გნებავდათ რაღაც კითხვა. ერთი ესეთი დერეფანი სასამართლოსთანაც იყო, ხო? იქ ვინც იყო ერთი სასამართლოსთან ახლა გეტყვით, მე პირადად დერეფანი, ანუ მად რა იყო, იცით, ყველა ცაცაკე წაგვიყვანეს აბსოლუტურად. ანუ ახლა მე მაგალითად სადაც ვიყავი სასამართლო მანქანაში პირდაპირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ცემდნენ მანქანაში, გზაში მოხსმის საუბარი. და მივარა მან როგორ შეურაცხყოფებსაც გვაყენებდნენ და რაც ხდებოდა. მსგავსი ჯერ რა ვიცი მეც დაჩი თქვა რომ რთულია ვერ დავეთანხმო. მსგავსი სიტყვები
მე არ მქონია მოსმენილი, არ ვიცი, კინოში არ მქონია მსგავსი ესეთი, არ ვიცი და დარბევას გულისხმობ, არ მინახავს გავსი რაღაცა, რომ ანუ თან რაიცით, აი საერთოდ არ ფიქრობდნენ იმ რისკზე, რომ შესაძლებელი იყო იქ ვიღაც გარდაცვლილიყო. აი ეს რისკი აბსოლუტურად არ იყო მაგათთვის. შესაძლებელი ადამიანი დასაჯო, სადამსჯელო რაღაც ოპერაცია მოაწყო, მაგრამ რაღაცა რისკზე ხომ და იფიქრო, აბსოლუტურად არ ფიქრობდნენ ამ რისკზე. ეს ძალიან ესეთი ყურადღება გასამახვილებელია, რომ აი მთელი ძალით თან ვინცაც უჭირდა, თუნდაც ახლა დერეფანში ვიღაცა რომ ესეთი როგორ გითხრათ, ვისაც გული წაუვიდო და მე მაგალითად გული გამეპარა, მაგრამ ოდესაც უკვე ვესავქერი კიდევ მივიტყავდნენ. მსგავსი რაღაც მე არ ვიცი როგორ აღწერო. გულწასულ ადამიანებსაც მე ხომ მივტყავდნენ და ანუ სხვებსაც ურტყავდნენ გულწასულ ადამიანებს მაგასთან დაკავშირებით მივალ კიდევ აი რა მოხდა გულწასულ ადამიანებზე საუბარი. მან ერთ-ერთმა აუცილებლად მინდა ვახსენო ოღონდ და მე მაგა 15 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ მაშინ ქონდა ჩვენ რაღაც საშუალებები ვიყავით მაშინ იყო უცნობის გადაცემა საკანი მაშინ ვახსენე მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან შეიძლება ცუდი გამეკეთებინა იმ პოლიციელისთვის როდესაც პოლიციას მაშინ ხა ისეთი რაღაცა იყო მადლობა რომ გადაგეხადა პოლიციელისთვის ეს პირიქით შეიძლება და კი და შემდეგ უკვე რამდენჯერაც მოგვეცა რაღაც გადაცემების მისვლის საშუალება აღარ ხსენებია რა როდესაც გავიაზრე. ერთ-ერთი პოლიციელი ხა მე არ ვიცი ეს პოლიციელი ვინ არის, მინდა რომ მადლობა გადაუხადო თუ ისმენს თუ ჩვენ ახლა გვიყურებს, არ ვიცი ვინ არის, შეიძლება არ ვერც ვიცნო, იმიტომ ძალიან დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ რომელმაც ჩემზე უთხრა რომ ნუ ურტყავთ ეყოფა, მოკვდება და იმ პოლიციელის მიმართ ძალიან დღემდე გაქვს მადლიერების განცდა? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის მარტო იმ სიტყვებისთვის რომ ურტყავთ მოკვდება, თუ რამეც გააკეთა. ესეთი თუნდაც, აი იქ ისეთი სისასტიკე იყო, რომ აი ესეც კი თქვენ დღემდე გახსოვთ 20 წლის მერე. რა თქმა უნდა. აი ძალიან და რამდენი დრო გავიდა? 10 წელი. 10 წლის მერე ეს სიტყვები გახსოვთ. 10 წელი. დიახ, რა თქმა უნდა. მარტო სიტყვების გამო ხართ მადლიერი. დიახ. დღეს მადლიერებას ებრძვიან აი ეს აკაცუკები. მადლიერი არ უნდა ეს გამოდის. არა, 16 წელი გავიდა. 16 წელია გასული. 16 წლის მერე ეს გახსოვთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმ პოლიციელს რო ეგ არ ეთქვა ანუ ყურადღება გადაიტანეს ამ დაანების ხო ანუ შედეგი მოყვა ამ ნათქვამს და არა უბრალოდ სიტყვები იყო ეს მაინტერესებს პოლიციელს დაუწყეს ძალიან ესეთ ცუდი ტონით საუბარი ახლა პირდაპირ ახლა გინებებზე არ გადასულან მაგრამ ძალიან ცუდი მით დაუწყეს ფიზიკურად ხო არ გაუსწორდნენ იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთს მოусმინეთ ფიზიკურად არ იყო ფიზიკური გასწორება ამ შემთხვევაში არ მომხდარა მაგრამ შენიშვნებიც ეს ძალიან არაკოლეგიალური თუნდაც ახლა რა ადამიანი რომელიც შენ თანამშრომელია ანუ ესეთი ტონით არ უნდა ანუ ვისიცავო ამასო შენ რუსეთის აგენტებს იცავო ანუ ჩვენზე 19 წლის სტუდენტზე იძახდნენ რუსეთის აგენტია ხა. რა ვიცი, აი 19 წლის იყო მაშინ სტუდენტი. რა დაზიანებები მიიღეთ ბატონო გიორგი, რო გითხრათ? იცით რა არის დაზიანებები? შეგიძლიათ რომ ჩამოთვალოთ. შეგევა მქონდა დაზიანება. როდესაც გამოვედით შემდეგ კუნულობა, ასე ვთქვათ, დავიწყეთ კენჭის გავლა მქონდა, ანუ საერთაშორისო უკავშირდებაო რა, ანუ რაღაც მე მითხეს თვითონ ექიმებმა მელაპარაკნენ, რომ შესაძლებელია, რომ ცემასაც კი დაეძრა რაღაც ეს პროცესი კენჭიო და მეც გამიკვირდა ეხლა. ყველგან გვიყავდნენ აბსოლუტურად ბატონის ოზარი იყო, მაშინ სახალხო დამცველი. მინდა ვისარგებლო აი თემიდან რადგან გადავედით შემთხვევით რა და პირდაპირ მოურიდებლად თქვა ბატონი სოზა სუბარი რომ სახალხო დამცველი არ ყოფილიყო, არა იმიტომ რომ ეხლა დღეს ჩვენს წინაშე ზის და გვისმენს. ეს ძალიან პირად საუბრებშიც ჩვენს მეგობრებს ძალიან ხშირად გვითქვამს და გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით.
ბატონი სოზაი რომ არ ყოფილიყო სახალხო დამცველი, ჩვენ, შიგნით როგორ განვითარდებოდა შემდეგ პროცესები, თუნდაც იგივე სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით, თუნდაც როგორ გითხრათ, ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო ბატონი სოზარის მიმართ და ბატონი სოზარი იყო ადამიანი, რომელმაც მივლინება შეწყვიტა ჩვენს გამო, როდესაც გაიგო რომ ჩვენ ესეთი ამბავი შეგვემთხვა. ეს ძალიან დიდი ხარდაჭერა იყო ჩვენთვისაც, თუნდაც მორალური კუთხით ძალიან ბევრს ნიშნავდა, როდესაც პირადად თვითონ ძალიან მოგინახულაც ჩართული იყო, კი რა თქმა უნდა და მისი თანამშრომლები ძალიან ესეთი აქტიურად იყვნენ ჩვენთან ერთად. ჩვენს ასე ვთქვათ ტვინის შერყევის გარდა ბატონო გიორგი კიდევ რა გქონდათ დაზიანება? ბატონ ერთი ის მახსოვს ახლა ბატონი სოზარის სიტყვები მახსოვს ახლა მე მაგალითად მაშინ ისეთი მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის რომ ესეთი ციტირებაც კი მახსოვს რომ ისეთი ნაცემი ხარო რომ ვერ გიყურებო მაიკა ჩავიწიე ისეთ გადალურჯებული მქონდა აი აბსოლუტურად ეს სად გითხრათ სახალხო დამცველმა? საკანში? დიახ, როდესაც მოგიყვება. თუ შეხვედრების სიცეში. აი ძალიან ნაცემი. ეს შეხვედრების ოთახი, სადაც სახალხო დამცველს შეხვდით, მინით იყო გაყოფილი თუ ერთმანეთს შეგეძლოთ რომ ხელით შეხებოდით? შეგვეძლო რომ შევხებოდით. თქვენ როგორ გახსოვთ? ერთ ოთახში შევიდიეთ კაცო. ხო, მინა არ იყო და ვიზუალურად კარგად შეგეძლოთ და გენახათ. შევდიოდით ერთ-ერთი საგნებშიც როცა ამის საჭიროება იყო და ხშირად შევდიოდით, მაგრამ მე მართლა დღესაც ყველა ნაცემი იყო დღეს. აი გიორგი ჩიტარიშვილი როგორც იყო, ისეთი მეორე არ მახსოვს რა, უბრალოდ ადამიანი, რომელსაც მთელი არ ქონდა სხეულის არც ერთი ნაწილი წარმოუდგენელი იყო დღემდე მომყოლება ეს სიმძიმე რა, მართლა ისეთ დამძიმებული ვიყავი კარგად. ну მაშინ თან სტუდენტი ვიყავი, გამხდარი ვიყავი, ხა ასე ვთქვათ ალბათ ატანის ტრამვის ატანის როგორ გითხრათ ხა ძალიან დამეტყო მოკლედ ეს ძალიან დღეს როგორია თქვენი მდგომარეობა? ხომ არ არის რაიმე ისეთი შედეგი, რომელიც დღემდე მოგყვებათ? იცით რა არის გამოვიკვლიე მის შემდეგ ბევრი სამედიცინო გამოკვლევა დამჭირდა სუფთა ფსიქოლოგიური პროცესია როგორც მითხეს რომ რაღაცა ფეხებში აი მე ვერ მივედი მაგამდე რომ ფეხებშიც გვიტყეს და ფეხების ტკივილი მაქვს ხოლმე დაუშვათ აი კვირა შეიძლება 1-2 3-ჯერ მქონდეს რას ნიშნავს ფეხების ტკივილი? უბრალოდ ფეხები მტკივა გაგახსენდებათ ეს აქცია და მაშინ თუ არა აი როგორ არის იცით მე როგორც ახლა ფსიქოლოგმა მისაუბრა, ეს უკავშირდება რაღაც ქვეცნობიერს, რომელსაც შეიძლება არ გახსენდებოდეს პირდაპირ, მაგრამ ფსიქოლოგებს თავისი ასე ვთქვათ მიმართულება აქვს თუ ანუ დაგჭირდათ ფსიქოლოგის დახმარება, ამას ამბობთ? იცით რა არის, როდესაც კვლევები ჩავიტარეთ, აბსოლუტურად ახლა ჩვენ სხვა რამეებზეც დავდიოდით, კურნალობდით მე, დაჩიცაგურია, მიშა მესხი, მერაბ ჭექაშვილი, ანუ აბსოლუტურად ყველა მაშინ ახლა ეს დეტალებში აღარ მახსოვს ძალიან ბევრი რაღაცეებზე მოგვიწია დაუშვათ მედიკამენტების მიღება, გამოკვლევები, ანუ ანალიზების პასუხი, მაგრამ ახლა დღემდე რაც გამოყვა არის ეს ფეხებთან დაკავშირებული და ნუ მოკლედ რაღაც ფსიქოლოგმა დაუკავშირა რაღაც ქვეცნობიერს და ასე შემდეგ. ხა ფსიქოლოგს თავისი ზოგადად ის აქვს ხო რაღაც უყათ ხოლმე ჩაშლა ამ ყველაფრის და უკავშირებენ ხოლმე ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურ ტრავმას მოკლედ ასებობს ცალკე ხო კი ბატონო ეს ცნობილი ამბავია უფრო მეტიც როდესაც თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ და ფეხი აქვს ამპუტირებული აი ის ფეხი ტკივა რომელიც აღარ აქვს ეს არის ესეთი სინდრომი ფსიქოლოგიური და გასაგებია კარგია რომ ეს გითხარით იმიტომ რომ ერთია ის ვანდალიზმი და ასე ვთქვათ აგრესია, ძალადობა, ჯოჯოხეთიო მიშამესხმა თქვა, რაც თქვენ გაგატარეს და მეორეა რომ ამდენი წლის მერე დღემდე ამის შედეგები ფსიქოლოგიური და მორალური მოყვებათ. თვითონ საკანში ვისთან ერთად მოგათავსეს და რა პირობები იყო?
და ვინმე თუ მოვიდა პარლამენტიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციიდან თქვენ სანახავად. დიახ. უბრალოდ აი თუ შეიძლება ქალბატონთი აი ორი სიტყვით ერთ წუთში ჩავტევი იმას, სანამ საკალამდე მოხვდებით, ძალიან მნიშვნელოვანია და საკანში მოხვედრამდე თუ შეიძლება რომ პროცესი არ მინდა რომ ეს თავმინდელობა გამომრჩეს. აუცილებელი მანდ იყო კიდევ ის რომ რეკავდნენ, არ ვიცი ვისთან რეკავდნენ, იმიტომ რომ იქ ახლა მე მაგალითად მე პირადად ეკაზღულაძე დავინახე, ასევე იქ იყვნენ პოლიციის კიდევ სხვა მაღალჩინოსნები, ანუ ილიაში ხა მინისტრის მოადგილე იყო და მეტი ვისთვის უნდა დაერეკათ, ახლა მე ვერ ვიტყვი რომ ეკაზღულაძე ჩვენს დარბევაში მონაწილეობდა, სადღაც მიდიოდა, სადღაც მიიჩქაროდა, თუმცა ამ პროცესს, როდესაც სად დაინახეთ ეკაზღულაძე? ტელეფონში, როდესაც ჩვენ ძილს ვეყარეთ და ზე დადიოდნენ ჩვენზე და აბსოლუტურად ზემოდან აგზელებდნენ კიდევ ამ ცემის პროცესს უშუალოდ შეესწრო და უყურებდა. აი ისეთ რა იყო ახლა წარმოუდგენელი არ დაენახა, იმიტომ რომ როდესაც მე ასე ვთქვათ ძილს ვიყავი დავარდნენი და მირტყავდნენ და ვინახე რომ ეს ქალბატონი სადღაც მიიჩქაროდა და მიდიოდა ვიღაც ალბათ დაცვა იყო თან ვიღაც ჩაიარა ასე დავარქვათ რომ ჩაიარა რას ლაპარაკობდა ჩავლის დროს რამეს ხომ არ ამბობდა არაფერს აი საბეჭება ახლა აი ეს რა იყო ეგის კონკრეტული მომენტი იყო, როდესაც ის პოლიციელი გამომესარჩლა მე და სადღაც აი 1 წუთით იმ პოლიციელზე გადაიტანეს, ასე ვთქვათ, ყურადღება. როდესაც მასთან უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ. ანუ თქვენ რო თქვით, ეხლაც მახსოვს გამომესარჩლაო, ეს უკვე ძირს რომ დაგყარეს, იმ დროს გამოგესარჩლა. დიახ, იმიტომ რომ ძირს დაგდებულს, ანუ მირტყავდა. ნამდვილად გახსოვთ, რომ მინისტრის მოადგილე ეკაზღულაძე ჩაიარა, როცა თქვენზე დადიოდნენ პოლიციელები. შინდელი დღესავით მახსოვს, რომ იქ იმყოფებოდა. რა საინტერესოა, შვილებზე ვსაუბრობდით, წაღან ბატონო ალუდა და ეკაზღულაძის შვილმა თუ შვილებმა თუ იციან ქართული. და თუ გისმენენ, რომ მათი დედა იქ იყო, როდესაც თქვენ ძირს ეყარეთ, ამდენი ქართველი ახალგაზრდა, 18, 19, 20, 22 წლის ბიჭები და თქვენზე დადიოდნენ და მათმა დედამ ეკაზღულაძემ გვერდში ჩაიარა, მას მერე რაც როგორც ჩანს აქცია დაარბია ვანომერაბიშვილის და სააკაშვილის დავალებით და საქმე შესრულებულად ჩათვალა და დაცვის თანხლებით დატოვა ალბათ შენობა თუ საით გაემართა. აი ეს უკვე ნამდვილად კიდევ ვინმე ხომ არ ნახეთ პოლიტიკური თანამდებობის პირები? სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი, ანუ მე პირადად ახლა იქ ისეთი ქაოსი იყო და იმდენი ადამიანი ისეთი მდგომარეობა იყო, ახლა რაღაც პერიოდი, როდესაც შიგნით სანამ აი კიბეებზე რომ დერეფანს გვატარებდნენ ერთი 2 წუთი ალბათ ლოგიკურად, იმიტომ რომ შიგნით აღმოჩნდი უკვე მე გონსმოსული, გონებაც დავკარგე. ანუ ისეთი მდგომარეობა იყო და ისეთი ბოდიში და საგიჟეთი იყო, ისეთი ქაოსი იყო, რომ ძალიან რთული იყო რაღაცა იდენტიფიცირებებზე და უშუალოდ მე პირადად არ შემწევდა ეხა მაგისი და უშუალოდ ეს რაღაც უბრალოდ რაც დავინახეთ ის იყო. იქ იყო გეგეჭკორი, იქ იყო ონიანი, გოგა ონიანი, შემდეგ რო უფლებადამცველად მოევლინა, სხვათა შორის გამეტებით ცემდა კი, რა თქმა უნდა, გამეტებით ცემდა გოგა ონიანი, ჩვენი ერთი ძალიან ღირსეული თანამებრძოლი იყო, სოსო გიორგაძეს. გამეტებით ცემდა. აი მე კადრი ესე უცებ, აი როგორ გითხათ. ოღონდ ეს იყო, სანამ დერეფანს გავივლინეთ. სოსო გიორგაძე ვინ არის? სოსო გიორგაძე ჩვენთან ერთად იყო ჩართული, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი აქტიური, ძალიან ღირსეული ახალგაზრდა, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად, ასე ვთქვათ, აქტიურად ჩართული მიხედვით. იზე ამბობთ, ახლა რომ თანამდებობის პირია იმ სოსო გიორგაძე. ახლა კი. ფიზიკა დიდი ხანია მინახავს. სოსო გიორგაძეს ცემდა გოგა ონიანი? დიახ, გოგა ონიანი იმ მომენტში თქვენი თვალით ნახეთ. გამეტებით ცემდა. აი ყველა კი, რა თქმა უნდა. მაგრამ სოსო გიორგაძე არ ყოფილა მაშინ დაკავებული? იცით რა არის, მან როგორ რაღაც მოხდა, ნაწილი ჩვენ საერთოდ წინასწარ ქონდათ განზრახული, სხვათა შორის კიდევ მინდა პარალელი გავალო, აი სასამართლოზე, როდესაც საუბრობენ, სასამართლოს
დამოუკიდებლობის ხარისხზე, ანუ პირდაპირ ჩამოამწყრივეს 400 ლარიანები აქეთ. ესენი რა ქვია, ვისთვისაც პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ აქეთ, ანუ ჩვენ უკვე წინასწარ ვიცოდით, იქ არავინ არაფერს არ ეკითხებოდა. პოლიციაშივე გადაწყდა ეს დახარისხდა. პოლიციაშივე გადაწყდა, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი პოლიციაშივე გადაწყდა, მე შემდეგ გზაში, როდესაც სასამართლოში მივყავდით და საუბრობდნენ და ასე ვთქვათ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. თან, ანუ აი მე მითხრეს, რომ შენ რაღაცა ბევრს ტრიკინებდი, რაღაცა ესეთი ლექსიკით, თორე აგერ 400 ლარიანი გამოხვიდოდი, ანუ შენ ახლა მოგისჭით იმას საპატიმრო პოლიციელი გეუბნება პოლიციელებზეა საუბარი. პოლიციელებზეა საუბარი. თუმცა პოლიციელებთან დაკავშირებით მაგ კიდეც სხვა მნიშვნელოვანი მე არ ვიცი ვინ დამაკავა. პოლიციელი იყო მოქმედი თუ დაუშვათ არ იყო პოლიციელი, იმ ხრივ რომ იქ ახლა დარბევაში როგორც ჩანს სამოქალაქო პირები, სამოქალაქო დასაცვლებითაც მონაწილეობდნენ, მაგრამ ამით რის თქმა მინდა იცით რომ ოქმები რო გააკეთეს, ანუ მე რომელმაც რეალურად ყველაზე ესე გააკეთეს, რომ ყალიაერიათ რა, ანუ ოქმი შეადგინეს იმ ადამიანებზე, მე რა ინფორმაციაც მაქვს, გამოიძახეს ასე ვთქვათ სხვა სამმართველოებიდან, სხვადასხვა უბნების სამმართველოებიდან და აბსოლუტურად იქ რო არ ყოფილან იმ პოლიციელებზე შეადგინეს ოქმი, მე როგორც მაქვს ინფორმაცია თვითონ ასე ვთქვათ. დიახ, იმიტომ რომ ანუ ასე ვთქვათ, კი რა თქმა უნდა, ხა ჩემი ახლა ეს პოლიციელი, ვინც დაუშვათ თვითონ ახლა ვიცი პროკურატურაშიც რომ ვიყავით ამასთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ მოგვიწია და იყო ამაზე საუბარი დიახ რომ ესეთი პროცესი მოხდა ალბათ იმიტომ რომ კვალი აერიათ შემდეგ რაღაც არ ვიცი ესეთი ოპერაცია განახორციელეს რომ სხვებზე გააფორმეს ასე ვთქვათ ჩვენი დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე რომ უკეთ გვიღებდნენ ეს ძალიან დამსხუნელი იყო აი კამერებს გიღებენ აი როგორ გითხრათ ერთია რომ ძილს აგდიხარ გცემენ შეურაცხყოფას გაყენებენ გაფურთხებენ მე რა არის ანუ კამერებს გიღებენ ეხა პატარა ვიყავი მე მაშინ 19 წლის ვიყავი ალბათ და იმასაც ვიმაშვებოდი რომ ანუ არ დამარტყათ რაღაცა ვცდილობდი რომ არ მეთქვა ესეთი სიტყვები რომ შემდეგ არ გამოიყენონ რომ აი ჩვენ შევაშინეთ ჩვენ გავტეხეთ რაღაც და არ ვიცი ეხა რამდენად მე რაც მახსოვს ვცდილობდი რომ ისე ყოფილიყავი ეს ცალკე დამსხუნელი მომენტი იყო კიდევ რომ შეიძლება ეხა ის ადამიანი აბსოლუტურად თვითონ გამომესარჩლო ვიზეც მე წეგან ვისაუბრე ადვოკატს რაც შეეხება არც მე მყავდა ადვოკატი ანუ ადვოკატი არ მყოლია იმიტომ რომ მოვითხოვე მაგრამ რაც შენო ძალიან ზედმეტები მოგინდაო ამის გამო კიდევ ასე ვთქვათ უკან რო წამიყვანეს სამმართველოს შენობაში კიდევ დავისაჯერო ადვოკატი მოვითხოვე ну იყო ძალიან ესეთი აგრესიული დამოკიდებულება რა ანუ როგორ გითხრათ თვითონ სასამართლო დარბაზშიც და ნუ გზაშიც და სასამართლო რამდენი ხანი გაგრძელდა თქვენი პირადად? ჩემი პირადად ალბათ აი როგორ გითხრათ ერთადერთი სიტყვა რაც მე ვთქვი ეგ იყო რომ ადვოკატი რომ შემოვიდეს ანუ ჩემი სიტყვისთვის არც მოусმენიათ ეს მე ამას აი როგორ რაღაც არის სიტყვა ტონსოზა სტრასბურგი არის მოგებული ამ საქმეზე რაზეც მე ხა მე ვსაუბრობ და ძალიანაც მე მინდა იმ ახალგაზრდებს მივმართო ხა ვინ ჩვენ გვიყურებს რომ ძალიანაც რომ მინდოდეს თუ დაუშვათ ვინმე ამათ დააჯერებს თავიანთი რაღაცა ნარატივებით და პროპაგანდით რომ აი ისინი იტყუებიან, ზღაპრებს ყვებიან. მოდით ესე ვთქვათ ხო, ანუ ევროპისკენ ხო მიისწრაფიან ხო? სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში ეს ყველაფერი ასაწყობებით არის დამტკიცებული. დამტკიცებული, ანუ ამის თქმა უნდა. რამდენი ხანი გაგრძელდა სასამართლო? აი პირდაპირ შეგვიყვანეს და თქვენ მოგესაჯათ ესა და ეს პატიმრობა, ანუ პირდაპირ ასე ვთქვათ, მოსამართლის განაჩენი. 5 წუთი, 10 წუთი. 3-5 წუთია. და ამ დროს მაგალითად ეს დეტალია. მოწმეები არ მოიყვანეს, თუნდაც ის პოლიციელები. არა, ვინ აბსოლუტურად. არა, მოსამართლემ არ გამოიკვლია თქვენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დამკავებელი მოსამართლეც არ გამოიძახეს? ანუ არ ნაცემობა მე ხომ ახსოვს როგორი ნაცემი იყავი და მოსამართლეს შეუძლებელი არ შეიმჩნია. კითხვა არ დასმულა რა გჭირთ? არა.
არ დასრულდა. ფაქტია ხა. არც თქვენ არ გითქვიათ, არ გათქმევინეთ. არა. კმავინა მომაღებინა თემა. იცით რა იყო? არა, მოსამართლე მოქმედებდა იქიდან, რომ მეტი მსხვერპლი არ გამოწვეულიყო, იმიტომ არ იყო გამორიცხული, რომ მოსამართლეზეც გავრცელებულიყო აგრესია. ეგეც არ არის ყო. ეგეც არ არის, ასე ვთქვათ. ჩამოსაცეს. ძალიან კრეატიული ახსნაა, დიახ ბატონო. ბატონმა ირაკლი ქაზაგიშვილმა აი ამ აბსურდს და ჯოჯოხეთს ხო ასე თუ რაღაც ასე თუ იტყვი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირად რა უნდა თქვა. დასაწყისში ვიაღვნიშნე, თვითონ აი ეს დაბეჭდილება ესეთი იყო, რომ იქ მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა იქ მახსოვს და ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო ასე თქვა ამ ხრივ მოსამართლის მიმართ აი რაღაც არავინ არ ეკითხებოდა სასამართლოს აბსოლუტურად არაფერს. ვინ იყო ეს ბეჩავი მოსამართლე, ხო არ გახსოვთ? მირანდა ერემაძე. მირანდა ერემაძე, რომელსაც არავინ არ ეკითხებოდა. მას რო სდომებოდა ქალბატონ მირანდას აი 19-20 წლის დასისხლიანებული, დასახიჩრებული ახალგაზრდების რაღაცნაირად დახსნა ამ სიტუაციიდან შეძლებდა? იცით რა არის მე ხა მოსამართლეს რადგან დაუშვათ, ანუ არანაირად არ მინდა რომ გამოვიდეს რომ მე ხა ვამართლებ ანუ არავინ არ ეკითხებოდა, ისეთი განწყობა იყო, ისეთი სიტუაცია იყო, რომ არავინ ვერ შეძლებდა. ვერ შეძლებდა, აი არავინ არა საინტერესოა თქვენი კითხვას ახლა მე ვერ გავცემ პასუხს შეძლებდა თუ ვერ შეძლებდა. თქვენ ახმას გეკითხებით. დიახ, არ ვიცი, აი როგორ არ ვიცი. იმ მომენტში დიახ, ალბათ ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ არავინ არ ეკითხებოდა. სასამართლო იყო აბსოლუტურად სასამართლო პროცესი არ შემდგა რა. პირდაპირ გამოგვიცხადეს რაც გვეკუთვნოდა. იქ აბსოლუტურად. ანუ ახლა ისეთ რა შეძლებდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დაუშვათ ამ მოსამართლის თუნდაც კარიერულ საკითხს რა ბედი ეწეოდა, ეგ კიდე სხვა ან ფიზიკურ უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა. ანუ კარგი. ბატონო გიორგი, თქვენ შემდეგ მორიგ ძალადობრივი დარბევის საქმე უნდა მოვისმინოთ. ეს არის ბატონი მალხას თოფურია, ერთ-ერთი ორგანიზატორი 2011 წლის ვეტერანების აქცია შედგა გმირთა მოედანზე. და კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ როგორ ეპყრობოდა სააკაშვილის რეჟიმი, არა მხოლოდ ისეთ ახალგაზრდებს, როგორც თქვენ მაშინ იყავით 19-20 წლის, არამედ ვეტერანებსაც, დამსახურებულ ხალხს, ვინც სამშობლო იარაღით ხელში დაიცვა და მისი ტერიტორიული მთლიანობა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად. ამიტომ მოდით ასეთ კითხვას დავსვამ. წევრებს ხომ არ აქვთ ბატონ გიორგისთან დამატებითი კითხვები? თუ არ არის ასეთი, მაშინ თქვენ ბრძანეთ, აი 5 წუთი ავიღოთ, რისი თქმა გსურთ, რომ არ გამოგრჩეს, თუმცა ჩვენ დავრჩებით ერთმანეთთან კომისია და თქვენ ურთიერთობის რეჟიმში, მით უფრო თუ შევძელით, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა ბოლო ერთი თვითაც გაგრძელდა, მსჯელობთ ჯერჯერობით ამაზე, იმისათვის რომ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება თქვენ უკვე წერილობით შეძლოთ, თუ დღეს რამე გამოგრჩებათ. გისმენთ. ეს ბოდიში. მიხელმეხმა ახსენათ ტერმინი სირცხვილის დერეფანი და თქვენს გაიმეორეთ. და ქალბატონო თეამი კითხა და მინდა თქვენგანაც ეს თქვენგანაც პასუხი მივიღო ამაზე. თქვენი შერქმეული ტერმინია თუ ისინი უწოდებდნენ ამ დერეფანს, სადაც ესე სასტიკას სცემდნენ ადამიანებს, თვითონ ისინი უწოდებდნენ სირცხვილის დერეფანს. იცით რა არის ახლა ჩვენ ერთხელ ან ორჯერ მაქსიმუმ გაგვიკეთებია მსგავსი დერეფანი, ოღონდ არანაირი ძალადობა, ანუ არანაირი თქვენ სადაც გწევდნენ იმას. არა, ვიცი და ანუ ალბათ იყო ამისი პასუხის დაბრუნება. ანუ ასე ვთქვათ, ეს იყო ერთგვარი იმათი მხრიდან, რომ აი ეხლა განახებთ რას ქვია დერეფანი. ვისთვის გააკეთეთ სირცხვილის დერეფანი? ეს ის ხომ არ იყო დერეფანი რომ გააკეთდა და ყვავილებს რო აძლევდნენ ჟურნალისტებს, იყო ასეთ დერეფანი. არ მახსოვს. მაგრამ თქვენ რომელი დერეფანიც გააკეთეთ, ის გახსოვთ? დიახ, ეგ იყო ხელკეტების დერეფანი. თქვენ რაშიც გაგატარეს კი არა? კი რა. თქვენ რაც გაგიკეთებიათ. დიახ, მაგაზე ვსაუბრობდი. დიახ. ანუ საუბარი იყო აი 12 ივნისთან დაკავშირებით პარლამენტთან მომხდარი ვიცით რა ეს ინციდენტი არ იყო, ეგ უფრო იყო ის რომ მაგასაც თავისი ისტორია აქვს რაღაცას ვაპროტესტებდით და ამასთან დაკავშირებით ანუ ეს იყო პასუხი რა.
აღარ მახსოვს, აი რაღაცას ვაპროტესტებდით პარლამენტთან წინა დღეს. ვინ გაატარეთ ამ დერეფანში? არავინ არ გაგვიტარებია დათო ბაქრაძის, არავინ არ გამოსულა, დათო მე არ მახსოვს ახლა რომ ვინმე გამოსულიყო, ანუ შეიძლება გამოვიდა და მე არ მახსოვს. ეს ის ეპიზოდია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ყავდათ ასეთი დათუნია, რომელიც რას ემსახურებოდა მე დღემდე ვერ გავიგე, მაგრამ იქნებ თვითონ მაინც გაიგო. გამოდიოდა თურმეო, თქვენს წინ ვინც გამოვიდა კომისიის წინაშე, მათ თქვენს გამოდიოდა მანქანით, თუ შედიოდა შენობაში მანქანით და იქ დერეფანი მოუწყვეს ახალგაზრდებმა, დერეფანში გაატარეს. შვიდობიანში, ამას გულისხმობ? იცით რა ის მაგას, კი, მაგას გულისხმობ, მაგრამ მაშინ მაგას წავხსნიური სიტყვით. მან რა იყო? უბრალოდ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა თქვა მიდოდა რომ ჩავტეულიყავი და თქვენ ვერ ახსენეთ, ჩვენს გაგვიკეთებია დერეფანიო და ეს უნდა გამოირკვეს რა დერეფანი გაგვიკეთებია. მაგაზე არის საუბარი რაღაცა, ანუ ნახეთ, მან მაგასაც თავის წინა პრეისტორია ქონდა, რომ სანოძე და ახალაია აივანზე იდგნენ, ეხლაც თუ არ ვცდები სამსახური არის კუდის შენობის აივანზე პარლამენტის დიახ და იქ იმით ეგრეთ წოდებული კისტის თოფით ისროდნენ მოქალაქეებს, ესროდნენ იქ მომიტინგე მოქალაქეებს და ასე ვთქვათ წყალი გადმოასხეს შემდეგ და ბაქრაძემ ეს ბჭყალებში რო თქვათ ამ სიტყვით გააბრავა რომ ჩვენო მე რა მოხდაო პოლიტიკოსები არიანო და წუწაობენო რა ანუ აბსოლუტურად არაფერი ეს თქვა დათუნია დიახ სხვათა შინგა გრიგოლიას ეთერში და შემდეგ მისთვის ჩვეული გულურყვილო ღიმილი თვითონ არაფერში არ არის დამნაშავე არაფერიო წუწაობენო თუმცა იმ მასაც ყავს შვილები ესე შვილები დღეს მოდაშია სხვებსაც ყავთ შვილები და მათმა შვილებმა უნდა უყურონ ამ კომისიის ხდომებს რომ იცოდნენ რომ ჩვენ მათ შვილებთან ერთად ჩვენი შვილები ცოტა სხვანაირ საქართველოს ააშენებენ და ბაქრაძის მსგავსი ბუტაფორიები რომლებიც აპრავებდნენ იმას გულუბრყვილო ღიმილით რაც ჯოჯოხეთი თქვენ გაგატარეს ასეთი საქართველო აღარასდროს არ იქნება მოკლედ ბაქრაძემ გააправა ბოდიში ჟარგონისთვის და თქვენ რა გააკეთეთ და მეორე დღეს თუ მესამე დღეს აი ამ პერიოდში შემდეგ მოხდა უკვე პარლამენტის აი რაც ჩვენთვის უკვე ნაცნობიერაზე ჩემო მეგობრებმაც ისაუბრეს იყო ასე ვთქვათ ერთი ეგ იყო მთავარი მაკედან იყო ეს გამოძახილი რომ იქ დაუშვათ ხო და რა მოხდა არ იძახით და იქნებ თქვათ რა მოხდა რა მოხდა პარლამენტში მესმის კი ვიტყვი მანქანით გამოდიოდა ფეხით გამოდიოდა ქვები ესროლეთ პიროდი დერეფანი მე როგორც მახსოვს დერეფანი გავაკეთეთ მაგრამ იქ არავინ არ გამოჩენილა უბრალოდ დავინახეთ დათო ბაქრაძე ანუ დათო ბაქრაძე მანქანაში მჭდარი არ ჯდებოდა მანქანაში უბრალოდ იმ დერეფანში გამოიარა თუ სხვაგან გამოვიდა მე არ მახსოვს რომ დერეფანში მაგრამ დერეფანი გაუმზადეთ კი დერეფანი გავამზადეთ უბრალოდ ის რომ წუწა ანუ აი კიდევ ამ წუწაობასთან დაკავშირებით იყო რა ანუ ეს გავიგეთ დერეფანში რა ხდებოდა აგრესიულები იყავით შეიარაღებული იყავით დიახ არავინ ახლა მე ცოტა მოშორებით ვიდექი რაღაცა მაგრამ ხო ხედავთ რა არის დერეფანი ხო ჩიტაძის ქუჩაზე დიახ ასობით დერეფანი მომხდარა ამ ნაციონალები რო აკეთებენ თქვენ ხელკეტები გეჭირათ დერეფანში არავის ანუ განსაკუთრებული ქვას ისროდი არა რაიმე პროდუქტს კვერცხს პომიდორს ისროდი მოლოტოვის კოქტეილი ქონდათ მოხარშული კიდევ პოლიციელს ურტყავდა ვინმე ან ეჭიდავებოდა არავით არა მსგავსი რაღაც არ მომხდარა უბრალოდ იდექით და ამ კორიდორის ასე ვთქვათ პერფორმანსი ქონდათ გაკეთებული დიახ უბრალოდ ახლა არ მოგვეწონა რომ დავით ბაქრაძემ ესე გასაგებია ეგ ვიცი თუ არ მოგვეწონა მაგრამ მოქალაქეებზე და წუწაობას ჩვენთვის თავარია იმის დადგენა ანუ პოლიციასთან თქვენ ფიზიკური დაპირისპირების არავით ან რომელიმე პირთან დეპუტატი იქნებოდა ეს თუ პარლამენტის თავმჯდომარე ფიზიკურ ან რაიმე სიტყვიერ დაპირისპირებაში თუ შეხვედით მე მან ადგილზე ვიმყოფებოდი და მე არ მახსოვს რომ მსგავსი ასე ვთქვათ დაპირისპირება უფრო მეტიც მე არ ვიცი ხა მაშინ როგორ გადმოსცეს რაღაცა სიტყვიერი უწყინარი ასე ვთქვათ რაღაცა აქცია იყო იმ ხრივ რომ
ყველაფერი გამოიწეთ ერთი მხრივ რაღაც თუაცები კანონსაც იღებდნენ მაგ მომენტში და მეორე მხრივ იყო რაღაცა წუწაობასთან დაკავშირებული. კი ბატონო. მოდით ჩვენცო რაღაცა ესეთი პასუხი იყო. და ჩვენც ვეწუწავთ. თქვენი აზრით ეს ფორმა, რა კი თქვენვე შეარჩიეთ, მაგრამ სრულიად მშვიდობიანი და უწყინარი, ამის საპასუხო იყო ის დერეფანი, რაც მოგიწყვეს უკვე ხელკეტებით? დიახ. ხო. უფრო მნიშვნელოვანი თქმას ვაპირებდიო, ბრძანეთ თუ შეიძლება სანამ დაგემშვიდობებით. დიახ, მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში იყო, ანუ ეს მინდოდა ასე ვთქვათ, მომეყოლა რომ შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე და ჩემთან დაკავშირებითაც პირდაპირ ესეთი, ასე ვთქვათ, აგრესიით რომ თქვენ გმირებს ებძვით და გმირებს აყენებთ შეურაცხყოფას, როგორიც არის ბაჩო ახალაია, ეხლა ჩემთან ბაჩო ახალაია თქვა. ასევე იცით რა რაღაცები თემატურობის მიხედვით რო არ დავიწყე. ზუსტად გახსოვთ რომ ეკა ხერხეულიძე ბაჩო ახალაიას გმირი უწოდა? დიახ, მაშინაც სადღაც ჩაიდინაო გმირობაო, ეს დაფარული რო არ დარჩეს ჩვენთვისაც, რომ ვიცოდეთ სად აქვს ბაჩო ახალაიას გმირობა ჩადენილი. დიახ, ესე დეტალებში, იმიტომ რომ მანამდე გმირობა რო ქონდეს ჩადენილი, ამაყადიული და ქუჩაში თავაწეული და სად ჩაიდინა ეს გმირობა ისეთი რომ ჩვენ არ ვიცით. ვარ სიმართლე გითხრათ, მანამდე იყო დაჩიცაგურიას საკანტო. ისეთი ხმამაღალი საუბარი მესმოდა, რომ მივხვდი ხა ეკა ხერხეულიძესთან საცემები პირდაპირ აი საცემები იყავითო რასო ის ებრძვით. თქვენც გითხრათ ეკა ხერხეულიძემ საცემი იყავით. დიახ. აბსოლუტურად როგორ ეს არ მახსოვს ეკა ხერხეულიძეს ვენახდა, ეხა ეს კერვალიშვილი შედარებით ისეთი, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მაინც მოგვაჩვენა თავი, რომ შეწუხდა და თუმცა ჩემს საკანშიც, სადაც გადამეტებით ბევრი იყო, ხა ჩემს შემთხვევაში მიშამბესხი ცალკე იყო. მარტო ასე ვთქვათ, მარტოობით იჯდა, მაგრამ ჩემთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც სტრასბურგში არის ყურადღება გამახვილებული სტრასბურგის საქმეში წერია, რომ და რაც ხდებოდა, რომ ჩემთან შემოიყვანეს 7-8 კვადრატული იყო. ყველაზე მძიმე აი ამ პროცესში თვითონ პატიმრობის ორი პროცესი იყო. ერთი იყო ის, რომ თუ რამეზე გაბრაზდებოდნენ და ძირითადად ალბათ გაბრაზებულები იყვნენ, ჰაერს მიხუთავდნენ, რაღაც პატარა ფორთუჩკა იყო, ანუ და თან იყო გაუსაძლისი სიცხე, აი ძალიან ცხელო და ძალიან ესეთი ძლიერი სიცხე დაემთხვა მაგ პერიოდში და მეორე ფაქტორი რაც იყო ესეთი რთული იყო ის, რომ დასაწყისში ჯერ ტკივილებისგან ვერ სანამ ექიმი გაგვიყუჩებდა, ხოთშეს ექიმი ცოტა გვიან შემოიყვანეს, როგორც მახსოვს, ორი დღით გვიან თუ ანუ მაშინვე არ შემოუყვანიათ, სანამ გამოყუჩებელს გამიკეთებდნენ, ანუ ვერ წვებოდი, თუმცა მე მაინც ხა დაღლილი ნაცემი აი ჩამეძინა, მაგრამ მე მახსოვს რომ მთელი ხამის განმავლობაში ძალიან გვიანობამდე, ალბათ საათებს და დროს იქ ვერ ვარჩევდით, მაგრამ იმდენად ვიყავი ნაცემი, ლეიბი მე პირადად არ მომცეს თელი ამ საპატიმროს გამო და 29 დღეს შემოგთავაზეს აბაზანა. ანუ აი ამ გაუსაძლის პირობებში 29 დღეს შემოგთავაზეს აბაზანა. დიახ, 29 დღეს. გამოსვლის წინა დღეს. ბატონო გიორგი, რაღაცას ამბობდით, აზრი გაგიწყდათ. 7-8 კვადრატში ვიყავიო და მერე შემოიყვანესო და აღარ გააგზავნე. ძალიან ბევრი ადამიანები შემოიყვანეს. რამდენია ძალიან ბევრი? 200? 200 არა, მაგრამ 7-8 კვადრატში დაახლოებით მინიმუმ ალბათ 10-11-12 ადამიანი შემოიყვანეს რა, რომ თქვენს გარდა იყავით, ჯამში იყავით 12-ოდე კაცი 7-8 კვადრატში. რამდენი საწოლი იყო იქ? საწოლი არის ფიცარნაგი, რამდენი? რაღაც ფიცარი. რამდენი იყო, რამდენი ცალი? 3 ადამიანი თუ დაეტევოდა. აი ნორმალურად ხო დაუშვათ. და აბა როგორ გეძინათ გრაფიკი აი ახლა გამაკეთეთ? მაგაზე იყო უკვე მონაცვლეობა, რომ მოდი. ხო არ გიჩხუბიათ ჯერმე დავიძინოთ. არ გიჩხუბია. ერთმანეთს ხელს უწყობდით. დიახ, ესე ასე ვთქვათ შეთანხმებით, რომ ანუ უფრო კარგად. მაგრამ ეს როგორ იყო? წინასწარ საუბრობდით, რომ ეს უფრო ნაცემია ჯერ იმან დაიძინოს არა, თუ როგორ? ნაცემი არა, ნახეთ, ჩვენ აბსოლუტურად ვინც ამ პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე ვიყავით დაკავებულები, ცალ-ცალკე გავიგე, სხვა რაღაცა ვიკითხე. როგორ თანხდებოდით ვის მერე დაეძინა? თქვენ ნაცემი იყავით, სხვები ალბათ ჯერ არა. თუ როგორ იყო? ისინი სულ სხვა ნიშნით იყვნენ შემოსულები. ეს გავიგე, მაგრამ როგორ თანხდებოდით ვის მერე დაეძინა?
ეს უბრალოდ თანხდებოდით, რომ მოდი ახლა მე 2 საათი წამოვწვევი, ან 1 საათი, შემდეგ მეორე ჩვეულებრივ. და მე 2 საათში დაღლილი ადამიანი თავისით ხო ვერ იღვიძებს, თქვენ აღვიძებდით ერთმანეთს, რომ ადეკი ჩემი ჯერია? კი, ყოფილა ეს. ამას ვიტყვი. მანდი ხო კიდე მეორე ფაქტორი სულ რომ დავუშვებ, წეველი არ ყოფილიყავი, წარმოედგინეთ, ჰაერი არ გადიოდა, ჰაერი არ შემოდიოდა, ჰაერი არ გადიოდა. ის ფანჯარა, რომელიც ეგრეთ წოდებული ფორტოჩკა იყო, ერთადერთი, ხომ? არ იღებოდა, დიახ. შიგნიდან არ იღებოდა. ანუ არ აღებდნენ თორე ხა აღებით. თქვენ არ შეგეძლოთ გაღება. აი ეს როგორ იყო, ოდნავ იყო გაწეული. ეგეც გვიხარდა ხოლმე, რომ აი ბოლი გავიდეს სიგარეტის რაღაცა, რომ თქვენ შიგნიდან ვერ აღებდით თუ აღებდით? ვერ. ჩვენ ვერც გავაღებდით და მაგის გამო გარედან იღებოდა მარტო. დიახ, მაგრამ ჩვენ არც ქონდა უფლება რომ გაგვეყო. აი მანდ ისეთ სხვანაირი ის იყო, ანუ ჩვენ ჩაგვიკეთეს. უფლება გქონდათ თუ არა ეს არ მიკითხავს. შეგეძლოთ თუ არა შიგნიდან ფანჯრის გაღება? არა, არ შეგვიძლია. არ შეგეძლოთ. შესაბამისად არარელევანტურია იმაზე საუბარი გქონდათ თუ არა ამის უფლება. ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. დიახ, არ შეგვეძლო რა. არ იყო დამოკიდებული. ერთი რაღაც მინდა ძალიან სანამ წავალ მოვყვე, ანუ დევნაზე როდესაც განხორციელდა, ანუ ბევრი ჩვენი ასე ვთქვათ მეგობრებს როგორც დევნიდან ერთი მაგალითი მინდა მოვყვე, აუცილებლად მინდა რომ ვახსენო ვაკო გძელიშვილის ასე ვთქვათ მაგალითი. ადამიანები რაზე იყვნენ დაჭერილები ჩვენთან, ჩვენი მეგობარი, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენთან იყო ამ პროცესებში ჩართული, მაესტროში მიდიოდნენ ვაკო გძელიშვილი და დაჩიცა გურია და ვაკოს მეუღლე იჯდა კიდევ ავტომობილში და პლეხანოზე, გააჩერეს ეს ადამიანები, გადაუდგნენ ერთი 20 მანქანა, რომელმაც დაუწყეს, ასე ვთქვათ, პირდაპირ გადმოხდნენ და კარების ჩაკეტვა მოასწრეს და როდესაც ასე ვთქვათ, უკან დაძრა მანქანა, რომ გაქცეულიყო, იმიტომ რომ პირდაპირ დარბევა იყო, დაუწყეს ამ ვაკოს მანქანას. ხერკეტების, ასე ვთქვათ, არტყმევა უმნიშვნელოდ უნებლიეთ დაზიანდა დისტრიბუციის მანქანა. ანუ მიარტყა, თუმცა მაგათ დაუძვრა, ასე ვთქვათ, ისე მოხდა, რომ გაიქცა. მაესტროში როდესაც მივიდნენ, აღარ აედევნენ, აღარ შეყვნენ რა, ასე ვთქვათ, დაანებეს თავი. და შემდეგ როდესაც ვაკო მობრუნდა იქიდან, თვითონვე დარეკა პოლიციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია იყო და მინდოდა რომ მეთქვა, თვითონვე დარეკა პოლიციაში, თვითონვე მოკლედ გამოცხადდა, პატრული გამოცხადდა, შეადგენა ოქმი, გადაიხადა ჯარიმა, ასევე დაუკავშირდა დაზარალებულს, გადაიხადა ფული, ზარალის ფული, აუნაზღაურა ზიანი და მიუხედავად ამისა, რომ მომჩივანი არ არსებობდა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის აღვიძრეს სისხლის სამართლის საქმე და დაიჭირეს. ამაზეა საუბარი, მინდოდა მაგალითი მეჩვენებინა, აბსოლუტურად ნებისმიერი მიზეზი, ჯიბეები გქონდა ამოკერილი ფაქტიურად რა, ამოკერილი გქონდა, რომ რამე არ ჩამიდო და გითხრათ და ერთიც ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რომ მიხეილ სააკაშვილს იქ სადაც ბრძანდება, რომ რაღაცა შესაძლოა ტელევიზორის რაღაც ხარისხი არ მოსწონდეს ჩვენების, დედაჩემა მოკლედ სახში გამზადებული რაღაც შემომიგზავნა, რომელიც ყუთში, პატარა ყუთში რაღაც ლობიანი იყო თუ ხაჭაპური აღარ მახსოვს. როდესაც ეს ყუთში და გადასკოჩილი იყო და რაღაც გაზეთი იყო კიდევ გადაფარებული, ესეთი ფორმით. და ეს ჩვენ ახლა სულ ყოველთვის ქონდა ეჭვი, რომ რამე უკაცრავად თქვენთან და საზოგადოებასთან ხო არ ჩააფრთხეს, ეს მაგათი ჩვეულებრივი სტილი იყო და ეჭვით დავეჭვი, რომ რა არის თქვენ ხა რკინა და რაღაც ხო არდებს თქო იქ უთხარი მე იზოლატორის თანამშრომელს. რკინა და რაღაც ხომ არდებს თქო, ეს მოგლეჯილი იყო რა, გაზეთი. იცით რა არის ეს გაზეთიო, არ შეიძლებაო რა, ეხლა წიგნი ბატონის ოზარის ძალისხმევით შემომიგზავნეს, მაგრამ გაზეთიო ვინაიდან ახალი ინფორმაციის გაგებას ემსახურება, შეიძლება იყოსო და უშუალოდ ახალი გაზეთიო და ახალი ინფორმაცია ეწერესო, ეგო მაგითო მოვახიეთო, ესე მოგიჭეს და შედარება მინდა გავაკეთო, რომ წარმოუდგენელია, ახალგაზრდებს მინდა კიდევ რა მიუმართო, იცით რა არის, კიდევ მან დაუბრუნდები, კონკრეტულად მარტო 15 ივნისის საქმე კმარა, ძალიან ბევრი სხვა საქმე არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა
რაზეც რა გამოდის რომ თუ დაუშვათ სტრასბურგი იტყუება მაშინ ანუ თუ თქვენ ანუ მინდა რომ აი გამოითხოვონ ინფორმაციები, გაეცნონ ინფორმაციებს, ჩვენ მზად ვართ რომ აი ნებისმიერ ახალგაზრდას გავაცნო, მივაწვინო დეტალები, ფაქტებით იმოქმედონ, ანუ ისეთი რაღაცები ხდებოდა ახლა დღევანდელ ამას წინათ რაღაცას უყურებდი და ანუ ძალიან აი შედარებაც და მეუხერხულება, ანუ არც ვიცი როგორ შევადარო რაღაც აი ამ ხელა რაღაც ამ ხაბახის ფურცლის ხელა რაღაც ნაგლეჯზე იყო საუბარი, იქ შეიძლება ახალი ინფორმაცია ეწერა. ბატონო გიორგი, მოდით ასე შევთანხმდით თუ თქვენ არ იქნებით წინააღმდეგი, რომ ყველა ის ფაქტი ან ინფორმაცია თქვენი მრავალწლიანი ბრძოლის თაობაზე, რა თქმა უნდა, ვერ ჩაეტევა 1 საათზე მეტი ავსაუბრობთ ამ დროში. მოგვაწოდეთ, რაც შეიძლება მოკლევადებში, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ დღეს ხვალზე იქ თქვენ რომ თქვენ თავთან მარტო დარჩებით, ალბათ ამ სხდომასაც მოусმენთ თქვენს გამოსვლას, გაგახსენდებათ, ნეტავეს მე თქვა, რატომ გამიმრჩა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოგვაწოდეთ წერილობით, თუ იქნება სხვა მასალაც ფოტოს გარდა, ფოტოები, რაც მოგვაწოდეთ უკვე, ჩვენ ამას მივიღებთ თვის ბოლომდე. ჩვენ შემდეგ უნდა მაქსიმალური და თითქმის 100% ჩვენი დროის უნდა დაუთმოთ დასკვნის პროექტის შედგენას, ამიტომაც სხდომები შესაძლოა ივლისის თვეში აქტიურად ვეღარ გაიმართოს. მანამდე მოგვაწოდეთ, რაც გექნებათ გამორჩენილი დღევანდელი მოსმენის ფარგლებში. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც თქვენ გააწიეთ და ამ და სხვა ბრძოლებმა მოიტანა ის, რომ შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს დაგროვებული ენერგია გაერთიანდა, სწორად წარიმართა და ამან მოიტანა 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და დროებით გემშვიდობებით. გემშვიდობებით, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში რომ ვერ გაცილებთ, ჩვენ ბატონ მალხაზ თოფურიას უნდა მოусმინოთ. მნიშვნელოვანი კომისიაა და ასე ვთქვათ, დიდი მადლობა თქვენ. მნიშვნელოვანი დაპირება იყო საარჩევნო. დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონო გიორგი.